ქართველები. მოკლედ ეს დღე რომ არ გადამეღო არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ესპანეთის და საქართველოს ისტორიაში და ჩვენს ისტორიაში, იმიტომ რომ ჩვენ აქ ცხოვრები ქართველებისთვის, ჩემი სახელიდან სულ სადღაც 20 წუთის მანძილზე იმართება მატჩი საქართველო-ესპანეთი. და იქ იყოფებიან ჩვენი ქართველი გულშემატკივრები. სანამ შევალთ ჯერჯერობით აი ესე ერთად ვამხნევებთ ჩვენს გულს შორიდან. წარმატები უეჭველი მოვიგებთ. უეჭველი. თამაშის დაწყებამდე ყველა ჯერ კიდევ აი ესეთი ბედნიერები ვართ. გჯერა რომ მოვიგებთ თუ არა, ერთ გოლს მაინც ვიზეიმებთ და ყველა აი ესე ჩვენებურად გამოვხატავთ ჩვენს სიხარულს და გულშემატკივრობას. სანამ ჩვენი საქართველოს გუნდის ბიჭები მოვლენ ავტობუსით. როგორც ხედავთ, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ყველა მხრიდან მოდიოდნენ გულშემატკივრები და იმისთან მიუხედავად, რომ ესპანელებთან შედარებით გაცილებით ცოტანი ვიყავით ქართველები, მაინც გამოვირჩეოდით ჩვენი შემართებით. მოკლედ სამწუხაროდ ისე დაემთხვა, რომ ჩვენ ქართველების უმრავლესობას ცალკე მოგვიწია ადგილები, იმიტომ რომ ბილეთების აღების დროს აღარ იყო დარჩენილი ბევრი ადგილი ერთად და ყველას სხვადასხვა ადგილას მოუწია. მე და დათომ კი მოვახერხეთ ერთად დასხდომა, მაგრამ აი ჩვენი ჯგუფის წევრები ვინც იყვნენ და ჩვენი ამხანაგები სამწუხაროდ ესე ალაგ-ალაგ მოგვიწია, მაგრამ მაინც ფეხბურთის დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთად ვიყავით და დამთავრებისასაც ერთად აღნიშნოთ მოგებას და ნუ თუ წავაგეთ, მაინც არაუშავს. თავარია გულშემატკივრობს მთელი გულით და ჩვენს დიდ ენერგიას და ძალას უგზავნით ჩვენს ქართულ გუნდს. Siempre bueno, ყველაზე ცოტა ხალხი ჩვენში სასწრაფოში არის. კი, მეც ეგ თქვი ზუსტად.
წუთას ჩემს გულში ჩვენი გუნდის ბიჭები ეხლა აქედან ხო რამდენი რა თქმა უნდა ყველა არ დარჩება ეხლა უბრალოდ ყველა არის გამოსული მაგრამ მე როგორ მარტო მოთამაშეები დარჩებიან სტადიონზე მე კარე და 10 მოთამაშე ხო მაგიტო ვიძახ ეხლა ძალიან ბევრი არიან გამოსულები მთელი გუნდი არის გამოსული ხო რა დავცინი რა უნდა ყველაფერი აი ეს ქართულია აი არა უეჭველი კი ჩვენ რიგში არავინ აი საქართველოს დროშა აი მოთარია ეგ რუსკაცია მოწმიდა აი კი არიან ქართველები აქ ჩვენ რიგში არავინ არაა ქართველი ესპანელები არიან Soccer is more than a game. It's the heartbeat of a nation, the roar of a crowd, and the silent prayer of a lone striker facing fate. It's not just about goals scored, but dreams chased, sweat shed, and the beautiful dance of 11 minds moving as one. In soccer, every touch writes a story, and every match is a battle, where legends are born. Not me! Lights ignite. 90 minutes, one dream. Let's play. Step on the grass, feel the fire rise. 11 strong under open skies. Pass it fast, the rhythm flows. Every move, the passion shows. Crowd is thumping, boots in sync. Heartbeats racing at the brink. We don't flinch, we don't fall. One voice, one team, we want it all. We run with thunder in our veins, chasing glory through the rain. One shot to change it all. We aim, we strike, we hear the call. უკვე ვეღარ ვიღებდი რადგან ქართული ჰიმნი ჩართეს გული აჩქარებული მქონდა და დადგა ამ დღის უბედნიერესი მომენტი რომელსაც ეხლა ნახავთ
დროს მაინც გავიტან. აი ერთს მაინც. ვითომ შევეცხადეთ. ხო, რაღაცნაირად რა ვიცი, ჩვენი მხრიდან ვითომ რაღაც გამომიდოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, იცი? ძალიან. ისე მიხარია მე ცოტა ვაბე. როდესაც ახალ ბედნიერი. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები ვნახე, რომ როგორ ითამაშეს და აი ძალიან ამდენი ქართველი გულშემატკივრობდა და ძალიან ემოციური კიდე რა გამიხარდა, იცი? ტელევიზორში რა გამოცდი და საქართველოს რო დავინახა ძალიან მაგარი იყო. თან ზუსტად აი იმ დროს, როდესაც საქართველოს სიმს მღეროდით გულზე ხელდადებულები. ძალიან ემოციური სცენა იყო. ასე დავიშალეთ გულდაწყვეტილები, თუმცა მაინც სავსე იმ სიყვარულით, რომელსაც ჩვენი სამშობლოს მიმართ გრძნობთ. ხანდახან ბედნიერება სულ სხვა პატარა დეტალებშია. მთავარია შეძლო მათი პოვნა.